საყვარელი მიქელაძე 12 წლის. ვსწავლობ მეათე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა კითხვა, ცეკვა, ხატვა და მუსიკა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს კითხვა. კითხვა შემაყვარა ჩემმა დაწყებითების მასწავლებელმა სოფო მარკოვიძემ. ჩემი პირველი წიგნი, როგორც მახსოვს, ეს იყო სალამურას თავგადასავალი. ახლა დაახლოებით წაკითხული მაქვს 30 წიგნი. ჩემი საყვარელი წიგნია ალისას ჯადოსნურ ქვეყანაში. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი სიყვარულზე. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი ვიქნებოდი მე. კითხვა ადამიანისთვის ძალიან საჭიროა და ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს, რადგანაც განათლებასაც ვიღებთ და ცხოვრებასაც ვეგოებით. კითხვა არის ცხოვრებისეული ძალა და ნივთი, რომელიც გვასწავლის და გვაძლევს სწორ მითითებებს. სახლში მაქვს კარგი ბიბლიოთეკა და წიგნების შევსებაზე ვზრუნავთ მთელი ოჯახი. ამ ბიბლიოთეკის ხელფასო დირექტორი არის დედა. სახლში ვცხოვრობ მე, ჩემი ორი და, ჩემი მშობლები და ბებია და ბაბუა. კიდევ მინდა მყავდეს 2 ძმა და 1 და. ჩემი და არის 9 წლის და ქვია ანანო. ის არის ძალიან პრანჭია და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის მაშინ, როდესაც დავალებებს წერ და მთხოვს, რომ მას დავეხმარო და ვეთამაშო. მეორე და არის 3 წლის და ქვია მარიამი. ის არის ლამაზი, საყვარელი და ჭკვიანი. ჩემი აზრით, ანანო რო გაიზრდება, გამოვა ექიმი და როდესაც მარიამი გაიზრდება, ვფიქრობ, რომ გამოვა მასწავლებელი. პირადად მე მინდა გამოვიდე ან ადვოკატი, ან კიდევ მასწავლებელი. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოსულიყავი ექიმი. მამა არის სიმპათიური, მზრუნველი, შრომელი, შრომის მოყვარე და მამაც. მას ძალიან უყვარს დედიკო. ასე იმიტომ მგონია რომ ის ყოველთვის ზრუნავს მასზე და ქცევაზეც კი ეტყობა. დედა არის ლამაზი, ძალიან მზრუნველი და ძალიან ტკბილი. მე ვარ საშუალო დონის დიასახლისი, იმიტომ რომ ნახევარი დრო ვარ გარეთ და შემიძლია საკვების კარგად მომზადება. სახლის სასალაგებლად დრო არ მყოფნის. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 7 წლის. ეს საჭმელი იყო ხინკალი. ახლა ყველაზე კარგად ვწვავ კარტოფილს. ჩემი საყვარელი საჭმელია აჭარული ხაჭაპური. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მე მყავს ძალიან კარგი და მზრუნველი მასწავლებლები და ასევე არის მაღალი განათლების დონეც. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ლუკა ხიმშეშვილი. ყველაზე ჭკვიანია ელენე თევზაძე. ყველაზე მშვიდია ანა თურაძე. ყველაზე პერსპექტიულია ელენე თევზაძე. მე ვარ ყველაზე მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ხათუნა დუმბაძე. ჩვენი საქართველოს მასწავლებელი. იმიტომ რომ ის არის პერსპექტიული, ლამაზი, მშვიდი და მშვენიერი. ახლა მინდა ვიყო 7 წლის, რადგანაც ეს არის მომენტები და დრო, როდესაც ვიყავი ძალიან ბედნიერი და ლაღი. ახლაც ბედნიერი ვარ, მაგრამ ენატრება ჩემი ბავშვობა. მე ასევე მიყვარს ხატვა და ვარ თვითნასწავლი მხატვარი. ყველაზე ხშირად ვხატავ პეიზაჟებს. ჩემი საყვარელი ფერია თეთრი და არ მიყვარს შავი ფერი. იმიტომ რომ ძალიან ბნელი ფერია და ნახატს ამძიმებს. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 10 გამორჩეული ნამუშევარი. 8 წლის ასაკში ერთხელ მქონდა სახლში გამოფენა. ამ გამოფენას ესწრებოდნენ ჩემი ოჯახის წევრები. ერთხელ მაქვს გაყიდული ჩემი ნახატი, ისიც მამა მიყიდა იაფად 5 ლარად. ფული როცა მაქვს, ძირითადად ვხარჯავ საჩუქრებში და აქსესუარებში. მინდა ისე კარგად ვხატავდე, რომ ჩემი ნამუშევრები იყოს გამოფენილი მუზეუმებში და მილიონები ღირდეს. ყველაზე ხშირად ჩემს ნამუშევრებს ვჩუქნი ჩემს საუკეთესო მეგობარს ანასტასია გორგაძეს. ჩემი ოცნების საჩუქარია მონალიზას ორიგინალი. მე ასევე მიყვარს ცეკვა და 7 წელია ვცეკვავ სხვადასხვა ანსამბლში. ჩემი საყვარელი ცეკვაა განდაგანა. საყვარელი ლეთია ეს. უკვე 12-ჯერ მქონდა კონცერტი და ყველაზე კარგად დამამახსოვრდა პირველი. იმიტომ რომ სცენაზე პირველად გასვლა დიდი ემოცია იყო. ჩემ სოლო კონცერტს ვისურვებდი სამხრეთ კორეაში. მაქვს რამდენიმე ფორმა, მაგრამ საკონცერტოდ ვისურვებდი ასეთ კაბას. უნდა იყოს თეთრი, გრძელი, ქართული ელემენტებით და კამარი უნდა იყოს შავი. მიყვარს მულტფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია მულანა. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ქვეყანაში გავაქრობდი ბოროტებას, ბოროტულ ძალებს და დავთესავდი ანუ ყველა ქვეყანაში პოზიტივს, სიკეთეს და ერთგულებას. ჩემი აზრით ადამიანები ბოროტები იმიტომ ხდებიან, რომ როდესაც მათ ჰქონდათ ცუდი პერიოდი, ღირსეულად ვერ გადალახეს.
სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ლონდონში, მით უმეტეს ინგლისურიც კარგად ვიცი. ინგლისურის გარდა მინდა ვიცოდე ბერძნული ენა. ვსწავლობ მუსიკალურ სკოლაში და ვარ მეხუთე კლასში. ნანოზე დაკვრა იმიტომ ავარჩიე, რადგანაც ბავშვობაში უფრო მაინტერესებდა, დაინტერესებული ვიყავი და ვფიქრობდი, რომ რთულიც იყო. სირთულე მომხიბლა და მინდოდა შევჭიდებოდი ამას. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა ნოტების ათვისება. ყველაზე ადვილი იყო ერთი თითით დაკვრა. მუსიკალურში ჩემი მასწავლებელია თამარ ჟღერია, რომელიც ფორტეპიანოს მასწავლის. ეს მასწავლებელი რომ არ მასწავლიდეს, დიდი ხანია გამოვიდოდი ამ სკოლიდან. ის არის მშვენიერი, სამართლიანი, ღირსეული და მომთმენი. ყოველთვის გამოხატავს სითბოს და სულ მეხუტება. პიანინოს გარდა კიდე მინდა ვიცოდე ვიოლინოზე დაკვრა. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა ლიზი რომან მერქვას რა მერქმევოდა. მე ლიზი დამარქვა ბებიამ და ჩემმა მამიდაშვილმა და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ლიზი რომან მერქვას ალბათ მერქმევოდა ელო. ჩემ შვილებს დავარქმევ ელისაბედს, ნატას და ლუკას. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. დროში მოგზაურობა რომ შეეძლოს, სად იმოგზაურობდა და როდის? მე მაგალითად ვიმოგზაურებდი 25 საუკუნის საქართველოში. ახლა რომ მთელი მსოფლიოს ბავშვები მისმენდნენ, ვეტყოდი იყვნენ მშვენიერები, პოზიტივები, ანუ დატკბდნენ ამ ცხოვრებით და არასდროს არ დანებდნენ და გადალახონ სირთულეები. უფროსებს ვურჩევდი, რომ კარგად დაარიგონ თავიანთი შვილები, კარგად გამოზარდონ და მისცენ მათ კარგი მომავალი. ბედნიერება არის სიყვარული, თანაგრძნობა, მადლიერება, დახმარება, დედაზე ჩახუტება, მშობლების გახარება, ამაყება და სხვა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.